რუსეთს ახლა წარმოუდგენელი რამ დაემართა. უკრაინულმა დრონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში და რუსეთმა ყველაფერი დაკარგა, რასაც ოკუპირებულ უკრაინაში აშენებდა. პუტინს ეგონა ეს შეუძლებელი იყო. უკრაინამ წარმოუდგენელი გააკეთა, მაგრამ ახლა პუტინისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ქმედება მხოლოდ დასაწყისია. რაღაც კიდევ უფრო უარესი მოდის, რადგან უკრაინამ ნამდვილი ქაოსის დასაწყებად საფუძველი უკვე შექმნა. როგორ? ამ კითხვას რამდენიმე წუთში უპასუხებთ. ჯერ კი ვნახოთ, რა მოახერხა უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სიღრმეში. უკრაინის დრონების ძალები მუდმივად აფართოებენ იმ სასიკვდილო ზონებს, რომლებიც შექმნეს იმისთვის, რომ პუტინი აიდიულონ სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს ომში. საწყისი სასიკვდილო ზონებიც კი საკმარისად საშიში იყო. ისინი ფრონტის ხაზის მიღმა რამდენიმე მილზე ვრცელდებოდა და სავსე იყო დრონებითა და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებით. ეს ზონები ათასობით რუსისთვის სიკვდილს ნიშნავდა, ვინც მათში აღმოჩნდა. მაგრამ ახლა, ახალი თაობის დრონების შემოყვანის წყალობით, უკრაინა უფრო ღრმად და ძლიერად ურტყამს. რუსეთის უკანა ხაზს ასეთი დარტყმა არასდროს მიუღია და ჩვენ ვიხილეთ, რამდენად მძიმეა ეს დარტყმა 33-დან 25 აპრილამდე. დონბასის რეგიონში უკრაინის დრონებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ლუგანსკსა და დონეცკში. კიდევ უფრო სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილები ცეცხლის ქვეშ მოექცა, როცა უკრაინამ მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ზაპოროჟიეს ქალაქის დაპყრობის ამბიციებს. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უწყვეტი ოპერაცია, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სარდლობის სტრუქტურას ესმოდა თავს. უკრაინა კოორდინირებული და გონიერია. მისი დრონების დანაყოფები ისე თანამშრომლობენ, როგორც არასდროს. და იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები ბალტიისპირეთი თუ რუსეთის სიღრმეში ურალებამდე, უკრაინის დრონები წარმოუდგენელს ახორციელებენ. აპრილის თავდასხმებმა რუსეთი გააოცა და ყოველი უკრაინული დარტყმის შემდეგ რუსებისთვის მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძაფრდება. ყველაფერი ლუგანსკში დაიწყო, როდესაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების პირველმა SBS ცენტრმა სამიზნე დამოიღო რუსი ჯარისკაცების ფრონტზე მომსახურე საბრძოლო მასალისა და მარაგების საწყობი. თუ პუტინის ხელქვეითებს ეგონათ, რომ მალე შეძლებდნენ ლუგანსკის მიღმა წასვლას, ძალიან ცდებიან. ისინი მაინც განახორციელებენ შეტევებს. პუტინი ამას მოითხოვს, მაგრამ მათ ავტომატებს ვაზნები აღარ ექნებათ და ჯარისკაცებს უკრაინის დრონები გაანადგურებენ. უკრაინის ნემეზისის დანაყოფმა რუსეთის ლუგანსკის ლოგისტიკის პარალიზების შემდეგ 24 აპრილს ზაპოროჟიეში დრონების დასაფრენი და საცავი ობიექტი დაარტყა. კიდევ ერთი ლოგისტიკური ობიექტი განადგურდა, თანაც რუსეთის საშუალო და გრძელდისტანციური დრონების სტრატეგიის განადგურებით. რომ არ ჩამოჩენილიყო პირველმა SBS ცენტრმა 24 აპრილს კვლავ ლუგანსკში მიიტანა დარტყმა და კიდევ ერთი საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა. და ამ ყველაფრის პარალელურად, პირველი SBS ცენტრი უკრაინის მე-9 კაიროსის ბატალიონთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამიზნეების დარტყმას დონეცკსა და ზაპოროჟიაში 23-დან 25 აპრილამდე. საკომუნიკაციო კვანძები ორივე ოლქში გათიშული იყო. უკრაინამ ასევე გაანადგურა საკომუნიკაციო ანძა, რამაც რუსი მეთაურებისთვის კიდევ უფრო გაართულა ბრძანებების მიწოდება ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც უბრძანეს თავით შეეტიათ უკრაინის დრონების წინააღმდეგ და უბრალოდ იმედოვნებდნენ საუკეთესოს. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების K2 ბრიგადამაც მიიღო მონაწილეობა ამ გახთობაში. 24 აპრილს მათ ლუგანსკში კიდევ ერთ ობიექტს დაარტყეს, ამჯერად რუსული ლოგისტიკური კვანძი გაანადგურეს. და ნემესისი ამით არ დასრულებულა. მან ზაპოროჟიაში დრონების დასაფრენი და შესანახი ობიექტების დაბომბვის შემდეგ კიდევ ერთ საკომუნიკაციო ანძაზე მიიტანა იერიში. ამჯერად უკრაინის დრონებმა იმდენად ძლიერი და მძიმე დარტყმა მიაყენეს, რომ მთელი ანძა ჩამოინგრა. დარტყმები 25 აპრილსაც გაგრძელდა. მე-9 ბატალიონმა ზაპოროჟიაში რუსების დროებითი განთავსების პუნქტი გაანადგურა. რუსეთს კომუნიკაციები უკვე გათიშული ჰქონდა, ასე რომ გზადაბნეული ჯარისკაცების ლიკვიდაციაც შეიძლებოდა, რომლებიც ფიქრობდნენ რა ეკნათ შემდეგ. და ბოლოს მე-9 ბატალიონმა კიდევ ერთხელ დაარტყა დონეცკში. სამი რუსული მატარებელი დღის განმავლობაში დაიბომბა, რაც კრიტიკულ ზიანს აკენებს ლოგისტიკურ ხაზებს, რომლებიც პუტინის ძალებს ნაწილობრივ ოკუპირებულ ოლქებში წინსვლაში ეხმარება. ეს სამი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დარტყმაა და ერთი ადამიანი, რომელიც ამით ძალიან გახარებული იყო, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ლიდერი რობერტ ბროუდი გახდათ. სიხარულით წავსე ტელეგრამის პოსტში, სადაც მან გამოაქვეყნა ვიდეო უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმების წარმატების შესახებ და რუსი ჯარისკაცები გააკრიტიკა. ბროუდიმ ბევრი რამ თქვა. მათ თავიანთი ვიწრო საზომით ცივილიზაცია გააუპატიურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხო, როგორც ველკომი ქვის ხანაში. რკინიგზის ლოგისტიკა, ძაღლების მარხილებით და გონდოლებით, კომუნიკაცია ინტერნეტით, მტრედებით, საწყობები, ნავთობის საცავები. მაგრამ ახლა ურალის იქით, შტაბები, ხვრელებში და დუგაუტებში, სინათლე თუ გჭირდებათ. ბროუდიმ განაცხადა, რომ ჭიების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნის დღის წესრიგი იცვლება. ზუსტად არ ვართ დარწმუნებული, ყველაფერს ვიგებთ თუ არა, რასაც ბროუდი ამბობს, მაგრამ მისი გზავნილის არსი რუსეთის ძალებისადმი მარტივია. უკრაინის დრონები რუსეთის ძალებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირ ქვის ხანაში აბრუნებენ. ბროუდის წინააღმდეგ კამათი რთულია, რასაც აქ ვხედავთ არის უკრაინის თანმიმდევრული მუშაობის შედეგი, რომელმაც გააფართოვა თავისი განადგურების ზონები ისე, რომ ისინი აღარ მოიცავენ მხოლოდ ფრონტის ხაზის წინ არსებულ ნაცრისფერ ზონებს, არამედ რამდენიმე მილით უკანაც ვრცელდებიან. ჩვენ ვახსენეთ დრონების ახალი თაობა, რომელიც მოქმედებს.
საშუალო მანძილის უპილოტო საფრენი აპარატები, როგორიცაა FP2, უკრაინას საშუალებას აძლევს დაიწყოს იმ ტიპის სამიზნეების შეტევა, რომლებიც მან აპრილის 3 დღიან შეტევაში დააზიანა. განადგურების ზონები, რომლებიც უკვე ძალიან საშიში იყო რუსეთის ძალებისთვის, ახლა ზოგიერთ ფრონტის მონაკვეთზე 3-ჯერ გაიზარდა და 93 მილამდე სიღრმეში ვრცელდება ამ ახალი დრონების გამოჩენის გამო. რუსეთისთვის ამაზე უარესი დრო ვერ იქნებოდა. რუსეთი უკვე ებრძვის თავისი არალეგალური Starlink-ის კავშირების დაკარგვას და პუტინის მიერ Telegram-ის გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ნამაც კომუნიკაცია უკიდურესად გაართულა. ეხლა უკრაინას საშუალო რადიუსის დრონები აქვს და იყენებს მათ ლოგისტიკის, საბრძოლო მასალის, ჯარისკაცებისა და რუსეთის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ნარჩენების დასარტყმელად. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის ნაწილია. ის უკვე უშვებდა დრონებს რუსეთის სიღრმეში. BBC-სთან საუბრისას ბროდიმ თქვა, რომ 1500-დან 2000 კილომეტრამდე, ანუ 930-დან 1240-მდე მილი რუსეთის ტერიტორიაზე უკვე აღარ არის მშვიდი უკანა ხაზი. თავისუფლების მოყვარე უკრაინული ფრინველი იქ მიფრინავს, როცა და სადაც უნდა. მაგრამ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ახლო ზურგი იქნება ის, რაც პუტინს ნამდვილად დააფიქრებს. თუ თავად რუსეთი აღარ არის უსაფრთხო, ეს ბევრად უფრო ახლოს მდებარე პოზიციები ისეთ საფრთხეშია, როგორცაც ომის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, როგორ გააქტიურდა უკრაინის საშუალო მანძილის კამპანია. Aviation Week-ის ცნობით, 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში უკრაინამ გაუშვა 1588 საშუალო მანძილის დრონი, რომლებმაც ერთად 408 სამიზნე დაარტყეს. მარტის თვეში უკრაინამ 222 სამიზნე დაარტყა, რაც 4 თვიანი ჯამის ნახევარზე მეტია, როცა უკრაინა რუს ოკუპანტებზე დასებად უშვებს FP1, FP2, KAT-6, FD-20, 9 და I-300 დრონებს. ეს დრონები უტევენ იმ ტიპის სამიზნეებს, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. ასევე ესვრიან საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათავსა. ახლა ხან დიდი მინიშნება მოგეცით იმ ნამდვილი ქაოსის შესახებ, რომელიც რუსეთისთვის ახლა იწყება. პუტინის საჰაერო თავდაცვის პრობლემები სწორედ აქ დაიწყება მისი ძალებისთვის ვითარების რეალური შეცვლა. ამ ეტაპზე საშუალო რადიუსის დრონები უკრაინისთვის შესანიშნავად მუშაობენ. ისინი კიდევ უფრო ეფექტურები და მრავალრიცხოვანი გახდებიან. ის დარტყმები, რასაც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ, უკრაინაში დამზადებული დრონების გამოყენებას მოიცავს. მაგრამ როგორც ამ კონფლიქტის განმავლობაში ხშირად ვნახეთ, უკრაინამ რაღაც დიდებული შექმნა და ახლა ევროპელ პარტნიორებს ეკრდნობა, რათა ის რაც შექმნა, ნამდვილ თამაშის შემსვლელად აქციოს. ნორვეგია უკვე შეუერთდა ამ პროცესს. 27 აპრილს United 24 მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და ნორვეგიამ ხელი მოაწერეს ახალ თავდაცვით შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ეს ორი ქვეყანა ათასობით საშუალო რადიუსის დრონის წარმოებაში ითანამშრომლებს. ნორვეგია მთლიანად აფინანსებს ამ პროექტს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ნორვეგიის ტერიტორიაზე საწარმო ობიექტებს დაარსებს. ეს ჭკვიანურია, თუ პუტინი რამეს გააკეთებს ამ ობიექტებთან დაკავშირებით, მას ნატოს წევრ ქვეყანაზე რაკეტების გაშვება მოუწევს. ეს შეთანხმება ემატება იმ 7 მილიარდ დოლარს, რომელიც ნორვეგიამ უკვე გამოყო უკრაინისთვის 2026 წელს, რაც ასევე გულისხმობს, რომ ნორვეგია 1.5 მილიარდ დოლარს დახარჯავს უკრაინაში წარმოებული იარაღის შესაძენად უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. ეს პუტინისთვის პირდაპირ დაცინოა მას შემდეგ, რაც უკრაინამ 33-დან 25 აპრილამდე ერთზე მეტი მძიმე დარტყმა მიაყენა. მეტი საშუალო რადიუსის დრონი მოდის და რუსეთის ლიდერს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის წინააღმდეგ. უკრაინაში კი ქვეყნის უპილოტო სისტემების ძალები მასშტაბურად იზრდება. 2026 წლის დასაწყისში მათ დაარსეს ღრმა დარტყმის ცენტრი, რომელიც გამოიყენება იმ ტიპის შეტევების კოორდინაციისთვის, როგორიც ვიხილეთ უკრაინის 3 აპრილის შეტევაში. ამ ცენტრმა მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის საშუალო და გრძელდისტანციური დარტყმების ტემპი. ბროდის მიზანია ახლა უპილოტო სისტემების ძალების გაფართოება ისე, რომ მისი პერსონალი უკრაინის მთელი სამხედრო ძალის 5% შეადგენდეს. ეს ჯარისკაცები მართავენ უთვალავ დრონს, რაც ფაქტობრივად ქმნის რობოტების არმიას, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინის სამხედრო ძალის 5% წესით უნდა იყოს. ეს ყველაფერი პუტინისთვის დიდ გზავნილს წარმოადგენს. დაშორება აღარ იცავს რუსეთის სამხედრო რესურსებს. უკრაინის დრონებს ახლა შეუძლიათ 1000 მილზე მეტად დაარტყან რუსეთის ტერიტორიაზე, რაც პუტინის ფასდაუდებელ ნავთობისა და გაზის მარაგებს საფრთხის ქვეშ აყენებს. ქარხნებთან ერთად, რომლებიც აწარმოებენ ტექნიკას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აგზავნის, ახლო ზურგიც აღარ არის უსაფრთხო, უკრაინის სასიკვდილო ზონების გაფართოების გამო. დრონები ანადგურებენ ყველაფერს ისეთ ადგილებში, როგორიცაა დონეცკი და ზაპორიჟია, რაც აშკარად აისახება რუსეთის ფრონტის ხაზზე, რომელიც სულ უფრო არაორგანიზებული ხდება და მოკლებულია იმ მარაგებს, რომლებიც პუტინის მიერ დაწყებული გაზაფხულის შეტევისთვის არის საჭირო. უკრაინაში რუსეთისთვის უკვე სრული ქაოსია. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა. რუსეთს უკვე მოუვიდა ის, რაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბევრად უარესი რამ მოდის. როდესაც პუტინის ხელქვეითები ცდილობენ გაუმკლავდნენ უკრაინის დრონების გაუთავებელ შეტევებს, ისინი ებრძვიან პრობლემას, რომელიც ამ დრონებს აქამდე არნახულ ეფექტურობას მისცემს. სანამ ამ პრობლემას დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან ყოველ კვირას ასე ვაშუქებთ მოვლენებს.
ამჟამად რუსეთი კრიზისშია და ეს კრიზისი ბევრად ცდება იმ სამდღიან ჯოჯოხეთს, რომელიც უკრაინამ პუტინის ძალებს მოუწყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უკრაინის საშუალო მანძილზე დარტყმები ასეთი წარმებულია, გარნატებულია გარდა იმისა, რომ უკრაინამ თავად ააგო შესაბამისი დრონები, ისაა, რომ რუსეთი მძიმე დეფიციტს განიცდის იმ იარარის, რომელიც სწორედ ამ დრონების შეჩერებას უნდა ემსახურებოდეს. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ინგრევა, რადგან მათ რაკეტები ეწურებათ. ამის შესახებ წერს Business Insider-ის 27 აპრილის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთის საწარმოებზე მნიშვნელოვნად ამცირებს პუტინის ანტისაჰაერო რაკეტების მარაგებს. მე ეს აღნიშნე, რუსეთის საწარმოებზე სისტემატური დარტყმები კიდევ უფრო ასუსტებს მტრის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რომლებიც უკვე განიცდიან რაკეტების დეფიციტს უკრაინული უპილოტო სისტემებისა და დარტყმის საშუალებების წინააღმდეგ. ასე დაწერა სირსკიმ განცხადებაში, რომელიც გააკეთა კანადის თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ჯენი კარანიანთან შეხვედრის შემდეგ. იყო მინიშნებები, რომ ეს მოხდებოდა მანამდე, სანამ უკრაინა განახორციელებდა თავის ბოლო თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკვე მარტში United 44 მედიამაც გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ანტისაჰაერო რაკეტების კრიზისს ებრძოდა. ეს ანგარიში მაშინ გამოქვეყნდა, როცა უკრაინა ტერიტორიის გათავისუფლების რეკორდულ კამპანიას ატარებდა, რის შედეგადაც ქვეყანამ უფრო მეტი მიწა დაიბრუნა, ვიდრე რუსეთს თებერვლის ბოლო კვირებში ჰქონდა წართმეული. ამ წარმატებებს ნაწილობრივ ისიც განაპირობებდა, რომ უკრაინას შეეძლო დაერთვა რუსეთის ზურგს, რომელიც მხარს უჭერდა ფრონტის ხაზმიღმა, ნაცრისფერ ზონებში თავდაცვას ამზადებელ რუს დივერსანტთა გაფანტულ ნაწილებს. რუსეთის დეფიციტი ძირითადად უკრაინაში არსებული ძველი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაგალითად პანცივს შეეხებოდა. მაგრამ პრობლემები ყველგანაა, როგორც რუსი სამხედრო ბლოგერი რიბარი ამხელს თავის ინფორმაციულ პოსტში. რიბარი ამბობს, რომ 10,000-ობით პანცირის რაკეტის უბრალოდ ჰაერიდან შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია. ის ასევე ამატებს, რომ უკრაინის მიერ საშუალო და გრძელ მანძილზე დრონების კამპანიების გააქტიურება რუსეთის საჰაერო თავდაცვას უფრო დიდ ზეწოლას აკენებს, ვიდრე ოდესმე. და როდესაც გრძელ მანძილზე კამპანია ასევე ურტყამს საწარმოო ობიექტებს, რომლებიც ანტისაჰაერო რაკეტებს და მათ შიგნით არსებულ კომპონენტებს აწარმოებენ, პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ეს საკმაოდ მარტივია. რუსეთი ხარჯავს თავის რაკეტებს, რადგან უკრაინა ანადგურებს წარმოების საშუალებებს. საბოლოოდ რაკეტები იწურება და უკრაინის მეტი დრონი იწყებს მიზნების განადგურებას. თავდასხმების აწარმოებზე არც მაშინ წყდება. ეს არის რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემური დეგრადაცია რეალურ დროში და ოკუპანტები დონეცკში, ლუგანსკში, ზაპორიჟიაში და ისეთ ადგილებშიც კი როგორიცაა ტირიმი, გრძნობენ შედეგებს, რადგან დრონები, რომლებსაც ვეღარ აჩერებენ, მათზე ზემოქმედებენ. და საქმე მხოლოდ რაკეტებში არ არის. რუსეთს თავად ის სისტემებიც უმცირდება, რომლებიც ამ რაკეტების გასაშვებადაა შექმნილი. ისინი მასობრივად ნადგურდება. უკრაინამ თავისი კამპანია რუსეთის ანტისაჰაერო რაკეტების წარმოების წინააღმდეგ გაამყარა საშუალო და გრძელ მანძილზე განხორციელებული დარტყმებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რადარებზე. 31 მარტის ანგარიში კიევის ინდეპენდენტმა გამოავლინა, რომ 1520 დადასტურებული უკრაინული დარტყმიდან, რომლებიც 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე განხორციელდა, 492 რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ესროლეს. უკრაინამ ასევე მიზანში ამოიღო რუსეთის წვდომის შეზღუდვისა და ზონის ბლოკირების სისტემები, რომლებიც სწორედ ის სისტემებია, რაც საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად არის საჭირო. წარმოიდგინეთ ელექტრონული ომის სისტემები, რაკეტების დანაყოფები და სარდლობის სისტემები და მიხვდებით რაზეა საუბარი. რასაც პუტინი და მისი გარემოცვა ახლა ძალიან გვიან ხვდებიან, არის ის, რომ უკრაინამ ამ ყველაფრისთვის წინასწარ დაგეგმა. უკრაინა 1 წლის განმავლობაში ანადგურებდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, იმდენამდე, რომ შესაძლებელი გახდა ისეთი ტიპის დარტყმები, როგორიც ვიხილეთ 33-დან 25 აპრილამდე. ამავე დროს უკრაინა ქმნიდა ახალი თაობის საშუალო რადიუსის დრონებს. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. უკრაინა ამტკიცებს, რომ რადგან კვლავ ესმის რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელს, დიდი ალბათობით მომავალშიც განახორციელებს მეტ დარტყმებს. 27 აპრილს Defense Express-მა გაამჟღავნა, რომ წინა კვირას უკრაინამ სერიული დარტყმებით გაანადგურა რუსეთის S-350 Torm-2 OSA და Torm-2 KM საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს რუსეთს $205 მილიონი დაუჯდა და დიდი ალბათობით კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, როცა უკრაინის საშუალო რადიუსის დრონები გამოიყენებენ ამ სისტემების დაკარგვით შექმნილ ხვრელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სიზუსტე, ძალა და დაგეგმვა ერთიანდება რუსეთის ზურგის დასასუსტებლად. ამ სიას შეგვიძლია უბრალოდ რაოდენობაც დავამატოთ. უკვე ვახსენეთ უკრაინის დარტყმების მზარდი ტემპი. უკრაინის მიერ გაშვებული დრონების რაოდენობა მართლაც განსაცვიფრებელია. პირველად მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი ომი, უკრაინა უფრო მეტ გრძელ და საშუალო რადიუსის დრონს უშვებს ვიდრე რუსეთი. მარტში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის 7347 დრონი ჩამოაგდეს. აქ სიტყვა ჩამოგდება ცოტა ეჭვით უნდა მიიღოთ. რუსეთს ჩვევად აქვს უკრაინის დრონების ნამსხვრევებს მიაწეროს ის მასიური ზიანი, რასაც უკრაინა რუსეთის ინფრასტრუქტურასა და ობიექტებს აყენებს და არა თვითონ დრონებს. თუნდაც ეს ვითომ ჩამოგდებები პირდაპირ მივიღოთ, მარტში დადასტურებული უკრაინული დარტყმების რაოდენობა იმდენად დიდია, იმდომეს რიცხვი 8000 მიუახლოვდება. ამასობაში უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსეთმა მარტში 6462 დრონი გაუშვა. რუსეთმა თავი თვითონვე გასცა.
მისმა თავდაცვის სამინისტრომ გაამხილა, რომ ახლა უკრაინა ლიდერია საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. როგორც პრავდა აღნიშნავს, უკრაინის საშუალო და გრძელ მანძილზე განხორციელებული თავდასხმების მასშტაბი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება. 2024 წლის იანვარში უკრაინამ რუსეთზე 100 დრონი გაუშვა. ეხლა ეს რიცხვი თვეში უკვე ვეღარც ერთი დღის დარტყმების რაოდენობას შეადგენს. უკრაინის რეკორდული მარტი საშუალოდ 227 დრონს უშვებდა რუსეთზე ყოველდღიურად. უკრაინის თავდასხმების მასშტაბი ფართოვდებაება, თუმცა ამავდროულად ვიწროვდება კიდეც. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარსულში ნაკლებად ახორციელებდნენ დარტყმებს, რადგან უკრაინას არ სურდა თავისი შეზღუდული მარაგის შორ მანძილზე მოქმედი დრონები დაეხარჯა უკრაინის შიგნით მდებარე სამიზნეებზე, როცა უფრო ღირებული სამიზნეები თავად რუსეთში იყო მოსაძებნი. რუსეთისთვის ახლა ვეღარსად არის უსაფრთხო. უკრაინული დრონების უფრო დიდი რაოდენობით გაშვება ასევე ამძაფრებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრობლემებს. მეტი დრონი ნიშნავს, რომ მეტი სისტემა იღებს დარტყმას. რუსეთს ასევე უწევს ყოველთვიურად 100-ობით თუ არა 1000-ობით დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტის ხარჯვა, რადგან უკრაინა ზრდის შეტევებს. თუნდაც რუსეთმა შეძლოს თავდასხმის მოგერიება, მისი ანტისაჰაერო რაკეტების მარაგის შემცირება ნიშნავს, რომ ის კვლავ დაუცველი რჩება შემდგომი შეტევებისთვის. წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქსელის ჩამოგდებას მხოლოდ რაოდენობით. ეხლა უკრაინამ ეს სტრატეგია პუტინის წინააღმდეგ გამოიყენა და რუსეთის პრეზიდენტს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ იტიროს, როცა ქაოსი ვითარდება. იცის რა, რომ რუსეთის რაკეტების წარმოება ჩავარდა და მისი საჰაერო თავდაცვის ქსელი ინგრევა, პუტინი მუქარებს ისვრის. მას არ უხარია, რომ უკრაინა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ნორვეგია, ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს. და მან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაავალა ეს მკაფიოდ განეცხადებინა აპრილის განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო: ჩვენ ამ გადაწყვეტილებას განვიხილავთ როგორც შეგნებულ ნაბიჯს, რომელიც იწვევს სამხედრო და პოლიტიკური ვითარების მკვეთრ ესკალაციას მთელ ევროპულ კონტინენტზე და ამ ქვეყნების უკრაინის სტრატეგიულ ზურგად გადაქცევის პროცესს. პუტინის საყვარელმა პროპაგანდისტმა დმიტრი მედვედევმა ასევე ახსენა ევროპაში რუსული შეიარაღებული ძალების შესაძლო სამიზნეების სია, რომლებსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები დაემუქროთ, თუ უკრაინის მხარდაჭერა შეწყდება. ეს ცარიელი მუქარებია, იმ ტიპის, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცვა წლები აჟღერებენ. აქედან არაფერი გამოვა, ზუსტად ისე, როგორც არაფერი გამოვიდა იმ მრავალ მუქარიდან, რაც რუსეთმა ბოლო 4 წლის განმავლობაში გააჟღერა. საინტერესოა, რომ ნორვეგიის შეთანხმება უკრაინასთან გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ბოლო მუქარები გააჟღერა, რაც ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, თუ რამდენად უშედეგოა პუტინის უსუსური მცდელობები უკრაინის პარტნიორების დაშინების. მაგრამ ეს არის ყველაფერი, რაც ეხლა პუტინს დარჩა. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ინგრევა და უკრაინა ქმნის იდეალურ იარაღებს, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე პარტნიორებთან ერთად, რათა ამ ფაქტით ისარგებლოს. 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით იყო კოშმარი რუსეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ წარმოუდგენელი მხოლოდ ახლა იწყება. როცა ზარალი იზრდება და უკრაინა ისევ და ისევ ურტყამს ყველაფერს, რაც პუტინის საომარ მანქანას ემსახურება, რუსეთს წინ უკონტროლო ქაოსი ელის. და პუტინის მარიონეტებისთვის ფრონტზე ეს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და განადგურებას ნიშნავს, რადგან მათ უბრძანებენ, შევიდნენ სულ უფრო გაფართოებულ სასიკვდილო ზონებში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მნიშვნელოვანი ობიექტების სამდღიანი განადგურება შორსაა იმ ერთადერთი დიდი მიღწევისგან, რომელიც უკრაინას ბოლო რამდენიმე კვირაში პუტინისთვის აქვს საჩვენებელი. რუსეთის შიგნით ნავთობი იწვის, რადგან უზარმაზარი ხანძარი მოიცავს ქვეყნის ეკონომიკურ არტერიას. უკრაინის დრონები კვლავ მოქმედებენ. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ უკრაინის იერიშებზე, რუსეთის ნავთობზე, რომლებიც პუტინის მთელ ტერიტორიას მოიცავს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი სიუჟეტები უკრაინის უახლეს წარმატებებზე პუტინის შემოჭრილი ძალების წინააღმდეგ და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.